ილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ხანჩალის ტბიდან. ეს ვარ მე, გიორგი, ალექსი, ჩვენი ორი მეგობარი რეინჯერი და ჩვენი მობილი უკვე ორნითოლოგი ბატონი ნიკა პაპოშვილი. მადლობა. აჰა, კონფეტით დაგვასაჩუქრეს უკვე. მილეული, მადლობა. აიხარე. ასე გემრიელი ხალხია აქ. მადლობა ბიჭო. მადლობა. და დღეს ვიმყოფებით ხანჩალის ტბაზე. სადაც მოხდება ჩვენი ბუდეების, იხვის ბუდეების მონტაჟი. კი ბატონო. რას ვაპირებთ? თქვი რასაც ვაპირებთ, მაგრამ ძირითადად რა იხვი გვყავს აქ და განლაგების ტაქტიკა როგორი იქნება აქ ეს რო აუხსნათ ხალხს. კი ბატონო. პირველი რას ვაპირებთ, ძალიან მოკლედ რო ვთქვათ და ესე მოტრიალი რო ის მონადირულად და ადამიანურად ვაპირებთ კარგი საქმის გაკეთებას. როგორც კახელები და ქართველები იტყვიან, საშვილიშვილო საქმეს ვაკეთებთ და უყრით საფუძველს იქიდან გამომდინარე, რომ როგორც წეგან აღვნიშნეთ, გარემოზე და განსაკუთრებით სანადირო ობიექტებზე, სანადირო სახეობებზე ზრუნვა არის ჩვენი ვალი, არის პირველ რიგში რა თქმა უნდა მონადირეების ვალი, რაც ეხმარება ამა თუ იმ სახეობების ბუნებაში აღდგენას, გაზრდას და შესაბამისად ეს მოქმედებს მონადირის შემდგომ წარმატებას. მე რო არ ვთქვათ, რომ იგი ამრავლებს და მისთვის ამრავლებს და ხო, არავინ არავისთვის არ ამრავლებს, აქაც გამრავლდება, ეს იქნება ყველასთვის და მონადირეებისთვის. და მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ და მადლობა იმ ბიჭებს, ვინც თქვენს გვერდში დგას და ჩვენს გვერდში დგას რა. და მადლობა აი ამ ბიჭებს, რეინჯერებს, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების რეინჯერებს, რომლებიც დღეს ჩვენ გვერდში არიან და შემდგომში ამ ბუდეებს გაუწევენ მეთვალყურეობას. ბუღდაშენის ტბაზე ასევე არის დაფიქსირებული ბოლოს ადგისა იხვის ბუდობაც და გარგანის რა ქვია იხვის ბუდობაც. შესაძლებელია გქონდეს იხვინჯას ბუდობა ამ ტბაზეც რა თქმა უნდა და ჭიკვარას ბუდობა, მაგრამ ძირითადად ეს ბუდეები და მისი დიზაინი განკუთვნილია უშუალოდ გარეული იხვის, ხაზარულა იხვის ან რუხი იხვის უმეტესწილად მათი ბუდობისთვის და ხელშეწყობისთვის იმისთვის რომ ბუდობა იყოს წარმატებული. გურიაში ეძახიან მთავარი იხვის. ხო, მთავარი იხვის და ყველაზე მთავარი ალბათ ჩვენს მეგობრებს უთხრათ რატომ არის ეს საჭირო და რატომ არის თქვენი ინიციატივა ძალიან კარგი და ყველაზე მნიშვნელოვანი. ალბათ ვიღაცებს ეკნებათ ის განცდა რომ ეს არის დაცული ტერიტორია, აქ მონადირეები მithumetes დღეს გაზაფხულზე არ აწუხებენ სახეობებს და რატომ სჭირდებათ ეს ხელოვნური ბუდეები და რატომ არ შეუძლიათ იბუდონ აქ? აქ არის ორი ძირითადი პრობლემა, რაც დღესდღეობით გვაქვს საქართველოში. პირველი ეს არის, რაც უკვე აღვნიშნეთ რეალურად, ამ თოვლის დნობის შემდგომ ეს ამ ტერიტორიაზე წყლის დონე აიწევს დაახლოებით 9 მეტრით, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს იმ იხვებს, რომლებსაც დაწყებული აქვთ უკვე ბუდის მშენებლობა, ან კვერცხის დება, ან უკვე ინკუბაცია, ჩაეშლებათ ეს ბუდება, რადგან ეს ბუდეები მოექცევა წყალში. პირველი და მთავარი მიზეზი, რატომაც ეს ბუდეები კარგად მუშაობს და რატომაც სჭირდებათ მათ ჩვენი დახმარება სრული კონსერვაციული თვალსაზრისით თუ სამონადირეო თვალსაზრისით გახლავთ ეს და მეორე ამ ტბაზე მაგალითად გასულ წელს რამოდენიმე ათეული ჭაობის ძელქორი დავითვალე, მობუდარი ჭაობის ძელქორი, რომელიც მისი ბუდობის განმავლობაში ძირითადად ნადირობს წყალმცურავ ფრინველებზე, მელოტებზე, იხვებზე და მათ ბარტყებზე. მაგრამ სანამ მათი ბარტყები იქნება, მისი ძირითადი სამიზნე არის სწორედ ბუდეზე მჯდომი ინდივიდები, მდედრები. და ანუ ეს კონსტრუქცია შექმნილია იმისთვის, რომ აქ მჯდომი, ბუდეზე მჯდომი მდედრი იქნეს დაზღვეული, ანუ არ იქნეს მარტივად ხელმისაწვდომი მტაცებლებისთვის და
ძირითად შემთხვევაში აღმოუჩენიც ანუ კი კვერცხი ისე თვითონ კი რა თქმა უნდა ნუ ბარტყი შემოგვიყვება გამოდის და ბარტყები უფრო ჩალების საფარებენ თავს და იმით არიან დაცულები მაგრამ კვერცხი ბუდე და თვითონ ყველაზე მთავარი რაც არის დასრული თქვათ ეხლა ვიღაცას გაუჩნდება კითხვა რომ აი იმაში თვითონ თუ შედის იხვი ხო შეიძლება მტაცებელი შეუვიდეს მაგრამ იმდენად არეალი მცირეა რომ იქ იხვი უკვე ფრთებით და თავის საბრძოლო ხელოვნებით თავის დაცვა შეუძლია უკვე რა კი ბატონო კარგი აღნიშვნაა და თუ ისმეს ეგ კითხვა გაუჩნდება შეგვიძლია ძალიან მარტივად უპასუხოთ სწორედ დიზაინი არის შექმნილი იმიტომ რომ ორმხრივი გასასვლელი აქვს ერთ მხრიდან შევიდა დედრი მეორე მხრიდან გაქცევით შველის თავს და ყოველთვის ველურ ცხოველებში და ფრინველებში ძალიან მნიშვნელოვანია რომ გადარჩეს დასრული ინდივიდის დასრული მდედრი ვიდრე კვერცხები ან ბარტყი იმიტომ რომ დასრული ინდივიდი არის გამოცდილი მას შეუძლია ადრეულ ეტაპზე ბუდის ჩაშლის შემთხვევაში ახლიდან დაიწყოს ბუდობა ან მომავალ წელს ცადოს და ბარტყი ჯერ უნდა გაიზარდოს დაფრთიანდეს მერე გამოიაროს მთელი ზამთარი და მერე დაიწყოს ბუდობა თუმცა ძირითად შემთხვევაში რადგან ეს არ არის ბუნებრივი ჭაობის ძელქორისთვის კი ისინი შეიძლება მასზე დაჯდნენ დასასვენებლად მაგრამ როგორც ასეთ ეს ჭაობის ძელქორი ესე დამჯდარი და ძებნით და ესეთ ადგილებში შეხედვით მსხვერპლს არ ეძებს ჭაობის ძელქორის პირველი ტაქტიკა არის ფრენით წყლის ზედაპირზე ჭაობის ზედაპირზე მსგავს ჩალიან და ბალახიან ადგილებში ნელი ფრენით და ესე კი აი ჭაობის ძელქორი ზუსტად მოვიდა და მოგვესალმა გაიგო რომ ასე საუბრობთ ანუ ესეთი ირაოსაც ეძახიან ერთ-ერთს და უფრო ვიტყოდი ამ შემთხვევაში ფარფატით იმიტომ რომ ერთ ადგილზე არ ჩერდება ესე ნელი ფრენით და ფარფატით ეძებს მსხვერპლს ეს იქნება ბარტყი ეს იქნება ბუდეზე კვერცხებზე მჯდომი მდედრი თუ თუნდაც კვერცხებსაც სიამოვნებით მიირთმევს ის ამიტომ გარდა ამისა აქ ამჟამად ჩვენ გვყავს ძუძუმწოვარი ცხოველები მაგალითად მელიები ხო და მელიებიც ერთ-ერთი საფრთხეს წარმოადგენს იხვებისთვის და მსგავსი კონსტრუქცია რომელიც წყალშია უკვე ჩადებული და რაღაც სიმაღლეზეა წყლის ზონიდან იცავს ასევე ძუძუმწოვარი მტაცებლებისაგანაც ფრინველებს აი ეს არის მე მგონი ყველაფრის მომცველი კი კარგი იყო მე მგონი საკმარისია აგერ ორი ჩორა ჩაგვიჯდა ეხლა კი მე მგონი ეხლა ჯობია რომ ნელ-ნელა წავიდეთ აღარ დავაგვიანოთ და ხოჩორა მოკლედ მეგობრებო, მოვედით დანიშნულების ადგილზე, ჩვენი ბუდეები მოვიტანეთ, ვართ ხანჩალის ტბის ნაპირზე. ბავშვები თორ ბუდეს ვათავისუფლეთ, ხო ალექს? ორი ცალი უნდა ჩავდგათ ამ მონაკვეთში და ვიწყებთ სამუშაო პროცესს. ჩავიცვით კომბინეზონები, ვეიდერსები და мотивация არის საბრძოლო, ხო ბატონო გიორგი? აბა. მოვედით პირველ ლოკაციაზე. პირველი იხვის ბუდე. ჩავარტყათ, აი. დიდი, აი. ეს ხო არ გიჩევნი? მაღალი. უჟანგავი. ნელა რო არ კინის ბოძები. წავაჭრი, კაცო. ეხლა ეს დაიბრიცება ყველა ვარიანტი. არა რაღაცა უნდა იწვალოთ. აი დაიბრიცა. ნელა ურტყი და შეიძლება უფრო ჭედით წავიდეთ. ო, კარგად ჩავიდა. არა მყარად ჩავიდა. ხო, ნიადაგი მყარია. აი რომ მიფრინავს ეგარი წეროები. ხედავ რომ მაგას დიდი. სად მიფრინავს აბა? ვერ დავინახე. დასწრებული. ეგერ ხო დავინახე. კი დავინახე. 1 2 3 და 4 ცოტა კიდევ და ჩავარჯო? თუ არ უნდა. ვეღარ გაასწორე.
ცოტა მე მაინც დიდი მეჩვენება. დავარტყათ კიდე. მიდი. იცი რატო? არ ვარ ეხლა ბალახის პირზე არ ვარ. აი ეხამდე უნდა ჩავიდე მაინც. ხალი მოვა, აი ეგრე მოვა, მეტი კი არ მოვა. სიფტყით ყობა. სიფტყით ესე? ხო, აი, წაიღო. აჰა. აი, მეგონი მეტი აღარ უნდა რა. აჰა. ამაზე დაბლაკ წყალი არ დავა ძმაო. ერთი, ჩამოსახომი იდეალურია. 2, ალბათ 60 80 სანტიმეტრია ეხა ეს. ძალიან კაია, ძალიან კაია. ამის ზემო წყალნი არ ამგონი ავიდეს. აბა ეხლა გადავჭრი. არა, ამიზე მოწყალ რა ავიდეს. ეგ ნახნავებში უნდა ავიდეს მაშინ. რამე აქ არ ჩავა, იმო ვცოლთ იქნება ჩავიდე. არა? მანდარ არის. არა? ესა. გადაჭი. უცბად წავაჭრი. ხო, მიდი. ახლა მაინც არ გვაყორწიანებს ნავი. ახლა ეს ყოშა რამე ზელქორია, წინგან დაში. ო, ეს ზელქორები ბევრია, კი. ეკო. ველური ბუნების სააგენტო, მაგას უჩუქნია. ჩვენი საქმე ველური ბუნების სააგენტო არის ეგეთი რაღაცა. სადაც ჩარევა არის, საჭირო ჩაერიო, სადაც არ არის ჩარევა, არ ჩაერიო. ხო, გაიხი. აკონტროლე სიტუაცია. ესეც ოპ. ჰა? გვაქვს? აი ხამუტები მაქვს. ახლა მეტი იმუშავებს. კი. მე გამოვცვი თუ რა. მაინც. კაცო ყველგან. არა ხო ხამუტი საერთოდ. ხარი საიდან გვაქვს ნიკი ახლა შენ? აქედან. გვაქვს. დასავლეთის. აქედან გვაქვს აქ ქარი სუიცოლება ღია რა. მოკლედ ბუდის თივა აგე დაგვავიწყდა და აჰა, თივაც არის. ეყოფაგიო? სატენის ხიბათ, მაგრამ მანქანა ვერ. აჰა. რავი, თივა არ არის იგივე? კი, კეთო, აბა რა უნდა მეიტანო, ახლა ყვატია. ხანა ის აბა აქ ეხლა სხვა ვერ მოიგავს რა. აჰა. ნახო, ხამნაისი არის. ო არა, აბა, აჰა. თავის ბუმბულს და რა. ეგარ. აქედანაც გაუსწორებ. აჰა, პირველი ბუდეც მზადყოფნაშია. აბატონი. ცოტა ხوار დავამატეთ, ჩალა. ჰა, ჩალა? კარგათა. იდეალურია, კაროჩე. ბევრია, კარგათა. აგი ბევრია ნიკა. ხო. აია რა. კაია, დაიპრესება. უმეტია, თვითონ გადაყრის. თუ ნაკლებია. რავი, ცუდი არ არის მე მგონი. არა, არა, კაია, პროსტა უფრო. ნახე. კიდე ხო არ დავამატო, რა ვიცი. არა. მეტი არ უნდა. არა ხო? უხეში ჩალა ეგადა. რა გინდა წამოღვაღებინო? არა, არა. ვასე სულ შევჭედოთ რა, ამას ქარი ვერ გამოყრის. რა გინდა წამოღვაღებინე? არა, არა. მაგრამ რაც კიდე შეყარე, მაი ქარი თუა ქარი ვერ გამოყრის ახლა და ეს თუ სულ გამოყარა, რა ვენა ის დიდასვები. ესეც ასე. მოიტა მაშინ გამოყრი. მე გავუკეთე ხამუთი. არა, ხამუტი რეალურად კარგია რა. პრაქტიკულია ძალიან. იმას ჯობია. კი, ნაცული შხლად. თან ისაქე, აი ორი ორმაგად გავუკეთე. ორზე გადააჭია, სადაც გადაბმა ჯვარედინა. ხო, ხო, აი აქ გავუკეთე ორმაგს. იბა, სხვათა შორის ეს სეტკა, იმიტომ ავიღე რომ ამ სეტკაზე მithres ამ გაკრასკურზე რომ არის ჟანგება. ბაიკებში არ ვარდება და პლუს არის ჟანგება. ანუ დაზარო არა გვაქვს თუ ის გვაქვს. შიგნით აი ეს შეუყუჭე. რითი დავაჭრე და დავაჭრე. ბარგალკით პრინციპი, რა ვიცი, სხვაზე რამე თუ ხმარობ ბარგალკით მაგას ვერ მოჭრის. აბა როგორ ბარგალკა როგორც უნივერსალური ინსტრუმენტი. უწიე ამ წინ სადაცია და მას რომ მოუჭერ ხელს დაიქოქება. ხო? მოუჭირე, თან მოუჭირე. აბა დავა. აუ, აქ იცეკვები. ხო, ბალახიც კარგათაა, რავი, საკმარისია. ბუდისთვის საკმარისია.
ესეც პირველი ბუდე. ესე იგი მეგობრებო, პირველი ბუდის მონტაჟიც დასრულებულია. ეს გახლავთ ხანჩალის ტბაზე პირველი ბუდე, ჭავახეთშიც პირველი ბუდე და ხელოვნურად მოწყობილი. ყველას მოგმართავთ დიდი თხოვნით, რომ მონადირეები, ვინც წელიწადში ერთ ბუდეს მაინც დაამონტაჟებთ და უპატრონებთ, ეს იქნება უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი მომავალი თაობისთვის. ერთი ბუდე, ერთი პარტყობა იხვი მოგცემ შემდეგ ბევრ მრავალ თაობას და მონადირეების მცირე ნაწილმაც რო გავაკეთოთ, თუ დიდი ნაწილი გააკეთებს, ხო, რა თქმა უნდა მისასალმებელია, მაგრამ მცირე ნაწილმა მაინც რო გავაკეთოთ, ესეთი თითო ბუდე, თითო ადამიანმა რომ უპატრონოს და დაამონტაჟოს წელიწადში. იქნება 3-4 წელიწადში და 5 წელიწადში იქნება ზღაპრული შედეგები დადებული. გავაგრძელეთ მონტაჟი. ესეც მეორე ასე იყოს თუ ცოტაა. ცოტა ისე მაგას არა აქ. ის უყურებს ასე თქვა დასავლეთს და ეს უყურებს სამხრეთს. კი ბატონო. ესეც მეორე ბუდის მონტაჟი. შურუპები შენ გაქვს ხო გიო? ყველაფერი მაქვს კი ბატონო. ეს გაცილებით დახვეწილი ბუდეები გამოგვივიდა რა. მოძრაობაში არის განვითარება. აი ახლა მეგობრებო, მეორე ბუდე იქ დავაყენეთ. პირველი ბუდე აი იქ მოჩანს და აი ესე ამ ზოლს გავუყვებით. წავთ ახლა მანქანებს მოვიყვანთ, რომ უკვე ხელით მოტანა ფიზიკურად შეუძლებელია და მანქანებს თავის მისაბმელით მოვაყენებთ აქ და გავაგრძელებთ ბუდეების მონტაჟს. ავედით გიო მანქანებს. მოვედით ახალ ადგილას. ეს პატარა დინარესავით შემოდის ტბაში და 4 ცალი ბუდე გადაგვაქვს მეორე ნაპირზე. აქ დაგვრჩა რამდენი 1 2 3 4 5 6 7 8 9 ცალი ბუდე დაგვრჩა. 6 გამოდის აქ ამ ტბაზე. ეხლა წავიღებ, გადავიდან. ეს რკინას უნდა გადავიტანო ალექს. აი, წავედი. დავიძარი. აბა წავიდა. ეს რკინა და ესეც ჩვენი ბუდე. იმედია ღრმა არ იქნება. აბა. ოპა. ოჰო. კაი ღრმა არის. აბა. აჰა. ამოვედი. შვიდობიანად გადმოვედი. აბა. მოდი. აგე ბატი. აი ბატი. რა მაგარია. ნახე. ნახე, რა ხარ? რა ახლოს მოვიდნენ ალექს. ნახე, რა მაგარია, ბიჭო. ესეც აქ დავდოთ. ოპა. ნაღამ. დავყვინთე. ეს ჩახუში და ერთზამს. აბა. ეს დამიჭირე. იცი რა ქენი, ცოტა ძირზე მოვადი, აი ეს მეშინია არასდროს. ერთზამს შევყარო ესენი. დიაგონალზე უყური. ნიკა რო იმანაც იმუშაოს და იმანაც იმანაც. ძირზე თვალა რა ვიცი. რა კაი ფლატ ძირზე იძახი შენა. საწოლი აქვს, ეხლა იქიდან ჩავტკეპნო. აი დაბლა მყრაი. ჩავტკეპნე გიო ეხა. გაუშალე. პროჩი ასე ეს მაყვალი დაიწყო. მაყვალი ხო. იდეალურია ძმო. სავია გაიქით. არა ცუდი აზრი. ჰა? აი ანა იქით.
აი როგორ ჭაობია ხო. თან დომია თან ისა ბალახიანია საკვები ისა აგი აი ესა მენეჯმენტი იყოს სამწელიწადში რა ძმა ვაი პეო აი სამწელიწადში აბა რა ხოცე როგორც კი ბატონო просто მენეჯმენტი და აღწარმოება გამრავლების ანუ მენეჯმენტი აღწარმოება ეგ ყველაფერი პრობლემა არ არის აი ეს ავალია 10 კაცი შემოიერთო აგერ მე საკუთარ პრობლემა ერთადერთი დიდი პრობლემა არის დაცვა ხო დაცვა რო გაბიარდება მე ყველა აქ მოვა იასნა ეგ არის ხო მენეჯმენტის შემადგენელი ადგილია ხო ეგ რა დაცვა რა ეს ბიჭები ადგილობრივი მივდივართ მეოთხე ბუდის დასამონტაჟებლად შუა ტბაში ვართ იმედია ისეთი ადგილი არ იქნება ფეხს რო გადავდგავ და დავყვინთავთ ხო ცოტა შევა აი ესე კაია ხო სულ აქედან უნდა ეს აქედან არის მაგრამ აგი ორი ცალი აქ ცოტა ის ხო ცოტა ესე აი ხო სხვასნია კი შეგით არა ხო არის მედიგიო ბალახიც შეუშვათ просто ბალახიც არ გაფანტოს ძლიერ ხალში და ესე დაკენებული ხარის იმაზე იცავს ბალახი ტრუბასავით არ ეკოს რა ეს ბალახი ერთი თუ დააწიმა და ჩაჭდა ხო კი მაგრამ მაინც ჩავკეპნოთ კარგად აჰა თან აი ესე შემოფრინდა დაჯდა გაშევა შემოფრინდა დაჯდა მოვედით მეხუთე ბუდესთან გავახუჭებ ისინი მაგრამ იმუშავებს და იცი რა უზომო ხუჭება რაღა მიდი არა კიდე უნდა 1 2 აი საერთოდ ხო ჩავიდეს ესა და 10 სანტიმეტრი ეგ არის ეს მოდი დავდოთ აი ეს ცოტა ეს გადავწიოთ მაგრამ არ უნდა გიო რა სტრუვა იმას მიძახი აი აი გარა ჩავა შიგნით და რაღაც უნდა აჰა აზმო არ და დევს და ეს დავაყენოთ ესე მოდი კი ბატონო დავაყენოთ მია სანტუგინა ვაფშე მაის ხო როგორც გინდა ისე მიაბო მაგრამ ხარის მხარეს ვერიდოთ ხარს რა არ ვიცით ხარის აი სულ აი ხა სუ ახედან უბერავს და ჩემი აზრით ამ მხრიდან იქნება დასავლეთის ხარი იქნება აქ რა ხო აი ეხლა ერთი მე მგონი მეტი არ უნდა მეტი არ გვინდა ერთი ბუდის მონტაჟი იქნება ხმელეთზე ბალახიანში ეს არის მე-6 ბუდე ხო ბიჭებო ეს არის მე-6 3 და აგრას მეტრია რა ერთი დარტყმა უნდა და მეტი არ გინდა გიო იყოს წყალი აიწევს აქ და უნდა იმიტომ რომ ეს რომ მიუწიო ცოტა მოიშვა და ობა აღარ გინდა აი რბილია ხო რბილია ხო აუ სად არის ესა ობა მოკლედ მე-6 ბუდეც დამონტაჟდა და ეს არის ბოლო ბუდე ხანჩალის ტბაზე კიდე გვაქვს 9 ბუდე და ამჯერად ამ ბუდით დავემშვიდობებით ხანჩალის ტბას იმ იმედით რომ აქ იხვები დაიბუდებენ წავედით მოკლედ მეგობრებო მოვედით მადათაფის ტბაზე ტბა სრულად გაყინულია და ნიკამ ზუსტად იცის ტბაზე ის ნიშნულები სადაც უნდა ჩავდგათ ბუდეები აქ 5 ბუდეს ჩავაყენებთ ალბათ ბუდეებს მივზიდავთ და იქ გაყინულ ტბამდე მივართ და იქ უკვე დავიწყებთ ამ გაყინულ ტბაზე მონტაჟს ცოტა რთული იქნება მაგრამ უნდა გავაკეთოთ სხვა გზა არ აქვს გვეხმარებიან აგერ ჩვენი რეინჯერებიც ყველანაირად გვერდში გვიდგანან ეს მართლაც დასაფასებელია დავიწყოთ აი მეგობრებო აი ესეთ პირობებში გვიწევს თოვლში ბუდეების მიტანა ძალიან ძნელი აი სადაც იქით უნდა მივიტანოთ
ნელა მივალთ. და დავდგამთ ბუდეებს. წავედით. სოგან ფეხი ფლობა. სოგან არი ფლობა. მადათაფის ტბაზე მონტაჟი აღმოჩნდა ყველაზე რთული. აი იქ ერთი, აი იქ მეორე ბუდე დავამონტაჟეთ და ეს მესამე ბუდე და აი დაღლილები ვართ გიორგი. მაგრამ ეხლა მძიმეა, მაგრამ კაბილად გაგვახსენე. ავარიეგა. კიდე ორი დარჩა ხო? ძალიან. ორი დარჩა. აი ჩავიტანე აი ეგ დაკარგულში. ვიზავთ მაგას. შენ შეგიძლია წახვიდე სახლში. არა, წამოვალ ბოლომდე და. მოკლედ სერიოზული ფიზიკური დატვირთვა იყო ძმა. ამიტომ. ეს ორ ნადირობას რო უდრის ისეც. ფასულთა ჰაერზე 2125 მეტრზე ფილტვები და ქონი ერთად იწვის რო იტყვია. მოკლედ ეს მე რამდენი ბუდეა ეს რიგით იქ დავაყენეთ 6, მე-9 ხო? ეს არის მე-8? მე-9-ია. მე-9-ია. იმის ჩათვლა და იქაც ხო დავაყენეთ? ხო, ეს მე-9-ია, უბრალოდ მე ისეთი. ხო, არ გაგარიცხული და კი, ხო. ეს არის მე-9. წინ შეტევაზე. არ ჩერდებით. ესეც მე-11 ბუდე ხო? კი. ჩვენივრად გამოიყურება. აი, დანარჩენები იქით არის დაახლოებით ყოველ 60-70 მეტრში. დავაფიქსირებთ და მადათაფის ტბაზე ბოლოა ხო? დღეს. ეგ არის. მოკლედ ამით სრულდება მადათაფის ტბაზე ბუდეების მონტაჟი. და დაგვშა ბოლო ტბა ბუღდაშენი. იქაც 4 წელს დავაყენებ. და ამით მისია შესრულება და წელს მოვასწრით 25 ბუდის დაყენება. 10 ჯანდარაზე 15 ჯავახეთში. იმ კაი ხალხის დახმარებითაც, ვინც გიომ ჩამოთვალა, კი ბატონო. ვინც ასე თქვათ თანამონაწილეობა მიიღო ზოგმა ფინანსური, ზოგმა მატერიალური და ასე შემდეგ. კიდევ ბევრი იყო ინიციატორი, უბრალოდ ფიზიკურად ვეღარ გავწვდებოდით მეტის გამზადებას და მე ბუნებაში გამოტანა სწორე იყო. კლიმატური პირობები კი ხედავთ აი როგორია. მომავალი წინა ეს ყოველდღიური საკეთებელია. წელს დაიწყო და უსასრულობამდე თუ გაგრძელდება წელს უსასრულო. ესე იგი მონადირეების ნახევარმა ყოველ წელიწადს თითო ბუდეს რო ჩადგან მოუვარონ, კიდე ერთხელ ვამბობ, ჩვენი ბუნება, ჩვენი ეკოსისტემა, ჩვენი იხვის პოპულაცია მნიშვნელოვნად შეიცვლება და ეს რა თქმა უნდა მონადირეებს წაადგება ისევ და ჩვენს ბუნებას. მოვჭით და გადავედით ბუღდაშენზე. წავედით. მეგობრებო, მოვედით ბუღდაშენის ტბაზე, იხვით არის სავსე. ბევრი სახეობის იხვია, მათ შორის წითელი იხვი, ოგარი, ხაზარულა იხვი. ჩამოვტვირთეთ ჩვენი ბუდეების აქსესუარები და ძალიან ცივა. აცივდა და ეხა აი ხლა ჩავწევ ცოტა ძრავას და წავალთ. ესე იგი ბუდეების ოპერაციაში ჩაერთო კატერით ჩაერთო საქმეში რა. დაგჭირდა მაინც. აი კუნძულზე ჩვამებია. იხვიც არის საკმაოდ ბევრი. ესე იგი ბუღდაშენი პირველი ბუდე. ყველაზე მაღალი ისინი რა თქვა? ან დავარი. ცოტა მაგით წამოუწევთ კიდე. ხო, მართლა. ეგ შეგვიძლია ჩაუშვათ. ესე იგი პირველი ბუდის მონტაჟი იწყება. მაგრაც ვიდა. ესე იგი დღეს 15 ბუდე გავაკეთეთ.
ჯავახეთში სერიოზული ნამუშევარია. ესე იგი დავიტვირთეთ ბუდეებით. სამი გაგარა ესე ვიდექი 30 მეტრაში მაქსიმუმ ასე გვიყურებდნენ ზედა всё, მოვედით. პირველი ბუღდაშენის ბუდია, ხო ეს? კი. პირველი ზა. არა, თუ პირველი. ხო, ნუ ეხა როგორ დასრულებული პირველი. პირველი დავასრულეთ და თანარჩენ სამს. კი, დაი. თანარჩენ სამსაც დავაყენებ. ბუღდაშენის ტბა, მეორე ბუდე სრულდება. დაგჭა 2. სავსეა ტბა ბაკლანებით, ჩვამებით ანუ და ფოლიებით. ასევე იქით ცოტა მოშორებით იხვი. ზის საკმაო რაოდენობით. ირგვლივ ყველგან თოვლია. მეგობრებო, დღევანდელი დღის მე-15 ბუდის მონტაჟი სრულდება. ვართ ბუღდაშენის ტბაზე. აი ალბათ ჩანს 1 2 3 და მე-4 ბუდეც დასასრულს უახლოვდება. და დავამონტაჟებთ და დღეისათვის მეგონი მისია შესრულებული იქნება, ბიჭებო. დღეს ვიყავით მე, თქვენი მონამორჩილი, გიორგი ღვინიანიძე, ნიკა პაპაშვილი და ჩვენი შეფ მზარეული ალექს პაპაშვილი. ალექსი კოკი ალექსი. გემშვიდობებით მოგებრებო, იმედით რომ ჩვენი წამოწყებული საქმე უფრო დიდ ასე ვთქვათ, გამოხმაურებას პოვებს და ყოველ წელიწადს უფრო და უფრო მეტ ბუდეს შევმატებთ. წელს რაც მოვასწარით, ეს იყო 25 ხელოვნური იხვის ბუდის გაკეთება. გემშვიდობებით, იმედით რომ ჩვენი იდეა გაიმარჯვებს. აბა, დროებით მომავალ შეხვედრამდე.